სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გურიის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქვეყნის დეცენტრალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს. რეგიონული განვითარების სტრატეგიების მიმდინარე პროცესი, ქვეყნის დეცენტრალიზაცია, გამოწვევები და პერსპექტივები. ეს გახდა დღევანდელი დისკუსიის თემა, რომელიც სამოქალაქო განვითარების სააგენტოს SIDA-ს ფასილიტაციით გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა გურიაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს. NGO სექტორის წარმომადგენლებმა ყველა ის შეკითხვები დასვეს, რომელიც თვითმმართველობის ახალ კანონპროექტთან მიმართებაში გაუჩნდათ. ჩვენ გვაქვს ყველაზე მეტი კითხვები უკვე იმასთან მიმართებაში, რომ ქვედა დონეზე, სადაც უკვე სოფლის დონეზე ხდება თვითმმართველობების განხორციელება, თუ როგორ მივა ეს სერვისი მოსახლეობამდე, ანუ როგორ გამოიყენებს მოსახლეობა, სოფლის მოსახლეობა ხელისუფლების განხორციელება სოფლის დონეზე. საუბარი არის უფრო ძირითადად უკვე საზოგადოებრივ თვითმმართველობებზე, რომელიც უნდა შეიქმნას თითოეულ სოფელში. ჩვენ ვთვლით, რომ სამოქალაქო სექტორმა უნდა შეუწყოს ხელი სწორედ ინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოების უფრო მეტ ინფორმირებულობას და აქაც ვხედავთ ჩვენს როლს და ბუნებრივია ჩვენ ორიენტირებულები ვართ მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლობაზე და ფაქტურად სამოქალაქო სექტორიც მიიღებს წვრილს და მიიღებს მონაწილეობას ინფორმაციის გავრცელებაში და მოსახლეობის ინფორმირებულობაში. სამოქალაქო შეხვედრები აქტიურ ფაზაში გადადის. აღმოსავლეთი საქართველოს შემდეგ ინტენსიური დისკუსიები უკვე დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობს.